ეთერში ბრუნდებით ჩვენს მეორე სტუმართან ერთად. ჩვენ მეორე სტუმარი არის ვეტერანი დავით ახრახაძე. ძალიან სასიამოვნოა რომ მონახეთ დრო და მოხვედით ჩვენთან და ჩვენ პირადად გავიცანით ერთმანეთი პირადად მე თქვენ არ გიცნობდით. ბატონ დავით, თქვენ გაქვთ გამოცდილება. თქვენ გაქვთ საბრძოლო გამოცდილება და ჩვენ ახლა ჩვენ წინ ვითარდება სცენა, როდესაც ჩვენი ახალგაზრდა თაობა თამაშობს ომობანას. და გონია რომ ომობანას თამაში ეს არის ის რაც ჩანს ხოლმე ჰოლივუდურ ფილმებში, სხვადასხვა ამან ძალიან ცუდი სამსახური გასწია, იმიტომ რომ მთავარი გმირი ხო იმარჯვებს რაღაცა არაბუნებრივ რაღაცებს ჩადის და ყოველთვის გამარჯვებული გამოდის. ეს აჩენს გარკვეულ სტერეოტიპებს და მე მგონი ამ ახალგაზრდებსაც შეიძლება მეც როცა ახალგაზრდა ვიყავი ასე მეგონა რომ აი ყველაფერი შემიძლია და მეტყვია არ მეკარება და არაფერი მეკარება, ჩვენ მთელ საზოგადოებას ასე გვეგონა და ძალიან ცუდად დავამთავრეთ, არა სამოქალაქო ომით დაწყებული და აი ომებით დასრულებული ჩვენ ყველა ომი წავაგეთ. რაც ასევე ძალიან ძიმეთ მოქმედებს ჩვენ ფსიქიკაზე და შეიძლება ის რაც ჩვენ წინ ხდება ეს ომობანას თამაში რომელიც შეიძლება სავალალოდ დასრულდეს ერთ-ერთი მიზეზი ამისი ესეც არის აი ეს მაიდანი ანტიმაიდანი და ეს ჩვენი ხასიათი როგორ ფიქრობთ თქვენ ამ სიტუაციას რო უყურებთ ჩვენი ხასიათი გამოიყენებენ იმ დონეზე მაინც რომ ჩვენ ისევ მივიღოთ რაღაც ისხლიანი დაპირისპირება რა ძალიან სულად დასრულდება ამ სახელმწიფოსთვის მივესალმებ მაყურებელს მოგესალმებით თქვენ მოხარული ვარ თქვენ ახლოდან გაგიცანით მეც მადლობა ახლა თითქოს და ესე წამოგხსნათ სიტყვაზე მაიდანი და ანტიმაიდანი ნუ ინტერნეტში შევქმნით ჯგუფი ერთ-ერთი დამფუძნებელიც მეც ვარ მართლა უჩვენ და სამართლოდ მე არ ვიცოდი ანტიმაიდანის ერთ-ერთი მოდერი მეც ვარ დამფუძნებელი ასე რომ ეს თემაც შემთხვევით მაგრამ ზუსტად გაარტყით აი რა ხდება ახლა რა ეს რომანტიზირება მიდის აი ამ აკაცუკებს უძახი მე მათ ეს სასწაულია კი ეს თალკე პრობლემა სპაიდერმენი აკაცუკი აი ბავშვები თამაშობენ რომანტიზირებული არიან გონიათ რაღაცას კარგს აკეთებენ წერა გამოსვლელი იყო მალხასთოფურია და მას სწორი თქვა რომ მე რო ვიყო ახალგაზრდაო შეიძლება მეც მანდ ყოფილიყავიო შეიძლება მეც მანდ ყოფილიყავ იმიტომ რომ იმ დონეზე უკვე ტვინები გამოურეცხეს აი იმ ხალხის 95% ვინც იქ არის აი ყველაზე ვერ ვიტყვი რა ნუ თვითონ რა აი ეს ნუ უხეშად ვიტყვი რა ნაცები ლიდერები ნაცების ლიდერები ამ ხალხს უზახიან სასარგებლო იდიოტებს აკეთებენ თავიანთ საქმეს და ბოლოს გამარჯვება უნდა იზიარონ მათ ოღონდ ამ პატარა ბიჭების სისხლზე ნუ როგორ ფიქრობთ ახლა ვინ არის ლიდერი დაუშვათ მართლა დანიშნა ოცნებამ დაუშვათ არჩევნები და ვინ გაიმარჯვებს ერთი ლიდერი აყავთ იმ ახალგაზრდებს ვისაც უკეთესი ცხოვრება უნდა უკეთესი ხელისუფლება უნდა და რატო არ უნდა უნდოდეს ახლა ახალგაზრდას უკეთესი მეც მინდა აი რო ვნახა ოცნებაზე უკეთეს ხელისუფლებას მეც იმის ხარეს ვიქნები თუ ვნახე უკეთეს მაგრამ რომ არ არის ფოტოშორის აი ბატონო აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები გაყალბდა თუ არჩევნები გაყალბდა ეს იმას ნიშნავს რომ ოცნებას არ გაუმარჯვია ხო და გაიმარჯვა ოპოზიციამ ანუ როცა ითხოვ ახალ არჩევნებს ნიშნავს რომ შენ გინდა რომ გაიმარჯვოს ოპოზიციამ იმიტომ რომ ფიქრობ რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა და ამ დროს ამბობ რომ პოლიტიკური განსხვავებები თან ამბობენ ნაციონალების მხარეს არ ვამბობ აი დააჟღერებენ მათ მესეჯებს აბა ვინ გაიმარჯვა ნუ ახალგაზრდას ვეკითხებ დაუშვათ რომელიც ამბობს რომ არჩევნები გააყალბა ოცნებამ მაშინ ვინ გაიმარჯვა ნაცებმა ხო არა ნაცებთან არ ვარ აბა ვინ გაიმარჯვა ნუ ახლა ყველაზე მეტი საშინელება რა არის არჩევნები და ეს უკვე ნაკლებად ეს არის აი იმიტომ რომ არჩევნებს მანამდე არა უდგათ გვერდები რომ ნაცებს ახალი არჩევნები დაუნიშნონ ეს ერთი თემაა მაგრამ ყველაზე მეტად რაც მზარავს რა წინა გამოსვლელიც მართლაც ამბობდა რომ აი ეს საშინელება ეს რა ქვია ფაშიზმის რაც ამ პატარა ბიჭებს ახასიათებთ უკვე ქართველს ესვრის ცეცხლს აი შეუძლია რომ ადამიანს ცოცხლად მოუკიდოს ცეცხლი რა აი ამაზე მეტი ამაზრზე ამაში კარგს უყურები რუსიაო ეუბნებიან და ესენი ძიჯერებენ რუსიაო ჩვენ ახალგაზრდებს ვეუბნები რომ მე ვარ რუსეთთან ნაომარი თან მე მგონი არ თუ ისე ცუდად რა არ ვინც მიცნობს ახლა მიცნობს საკმაოდ ბევრი მიცნობს რომ დაჭრილიც მიომია რამოდენიმეჯერ დავიჭერი მკვდარი გამოუტანი ვარ და მე ესე იგი გამოვდივარ რომ მე ვარ პრორუსი და ეს აკაცუკი არის ნამდვილი ქართველი
რომელიც რაღაც ვიღაცა ევროპელი გათხოვილი კაცის წინ დგას და ტაშს უკრავს. მინახია თავისუფლებისთვის ბრძოლა რა არის ვარ იმ ძველი რა ქვია 9 აპრილის შემდგომი პერიოდის მონაწილე ყველაფრის იქ ადრე მერაბ კოსტავა იდგა. აი მერაბ კოსტავა რომ გააცოცხლა და დაანახა რა ხდება მის ადგილზე და ვინ დგას და ვინ ეუბნება ხალხს ქართველებო ჩვენ უნდა გვისმინოთ. როგორი კლასიკა მიტინგები იყო რა. აი მერაბ კოსტავა შეიძლება აი ამის ხმამაღალი სიტყვა არ ახსოვს არავის ხო? აი მერაბ კოსტავა შეიძლება გაგიჟებული თავს მოიკლავა და მერაბ კოსტავა რო ანახა დღეს რა ქვია იქ თაბაგარი და შარვალჩახტილი კაცი რო დგას მიტინგზე და გათხოვილი კაცი რო დგას. ესენი ეროვნულობით გველაპარაკებიან. ნუ ართან ასეთი რაღაცა აქვს რომ ან ევროპა ან რუსეთიო. მე ევროპისკენ უფრო მირჩევნია რა თქმა უნდა. მე ასე მირჩევნია. კი, მირჩევნია. მაგრამ ევროპისკენ მინდა მე მეგობრობა და არა მონობა. ხო, ჩემი შვილი ევროკავშირის მოქალაქე არის. ჩემი შვილი იტალიაში ცხოვრობს, მოქალაქე არის, იქაური და მთელი სამეგობრო იქ იტყავს. რუსეთში ნამყოფია ვარ 91 წლის მერე. რუსეთში ნამყოფი ვარ 91 წლის. უკრაინაში, მარიუპოლში, მაშინ ჟდანოვი ერქვა. იქ სწავლობდი, სტუდენტი ვიყავი. სამხედროშიც იქ ვიყავი, სამხედრო სავალდებულო სამსახურშიც. და ჩემი ქალაქია მარიუპოლი, ჩემი ქალაქი იყო. ხო და ახლა ესენი მეუბნებიან რომ მე ვარ პრორუსი. რადგან მონობა არ მინდა ევროპის რა. მე მონობა არც ერთის არ მინდა, არც ამი ევროპის და არც რუსეთის. რუსეთის სართურაფილი არ მინდა თუ კიდაც იმართლია ხმა რა მეზობელია და ვერ გაიქცევი რომ გინდა თუ არა ხო ის უბრალოდ უნდა იყოს ნეტად და დაფაროს, ნუ არ დაფარავს წყალი, ხო უნდა მოახერხო ურთიერთობა. აი ასეთი რაღაც არის, აი ბავშვები არიან, ახალგაზრდა ბავშვები უკვე 95%-ზე ვამბობ, რა ტვინი გამოურეცხეს. ხო, მაგრამ აი როგორ მოხერხდა ბატონ დავით, როგორ ფიქრობთ, რომ გამოურეცხეს ტვინი, ხელისუფლებას რამ შეუშალა, ხელისუფლებას გამოერეცხა ტვინი სასარგებლოდ თქვა. აი მათ ტვინი გამოურეცხეს, აი იმ თანხების იქიდან უამრავი თანხის, რა ვიცი 120 მილიონი არ მე მგონი წელიწადში გამოყოფილი ამ არასამთავრობოებზე, ხო? მე გამოეყო ამასაც. ამას რის თუ უნდა გამოეყო ესე ჩუმჩუმად ჯიბეს ჩასადებად ფულს არავინ არ გამოუყოფდა ხო და ისინი უყოფენ მე იქ და ატკატი მიდის 120 მილიონიდან 140 მილიონი უკან ბრუნდება 80 მილიონი დარჩენიდან 140 ლიდერები ჩაიდებენ და 140 მილიონს ახარჯებენ ამ ახალგაზრდებს და გამორეცხილი აქვს უკვე ტვინი ამგას მე ტვინი გამორეცხილს უძახი ნუ ნაცები სასარგებლო იდიოტს უძახიან მე ტვინი გამორეცხილებს უძახი აი ტვინი გამორეცხილი ქვია ადამიანს რომელიც ქართველს ყავს და ამაში გმირობას ხედავს რა. ნუ ახლა აპატია და ქართველები ვართ. ბაბუაჩემის ასე თაობა იყო წინ ქართველი ხო? და რა ქვია, ლაზარე ყავთ ჯერ ამ ტრადიციულ ხალხს ლაზარე ყავს გმირად. ჩვენ კი არ ყავს, მაგრამ არის კატეგორია ხალხურებაზე ლაზარე გმირად გორია. პრეზიდენტი ვეტერანებს არიწყალებს და ლაზარე შეიწყალა. აი ეს რა ვიცი რა გაურკვეველის სქესის ადამიანებს იწყალებს თაბაგარი და ფაია პატარაია რომ პრეზიდენტის გვერდში დგანან და რაღაც ამას ქვია დივერსია მე მგონი რა ევროპიდან დივერსია ქვია ამას მაგრამ იმ ევროპაში არის ესეთ ქვეყნები რომელიც ახლა ჩვენ გვიჭერენ მხარს კი იცით არის ესეთ ქვეყნები მაგრამ სრულად ევროპა არ არის ასეთ ეს ევროპა არ არის რასაც წარმოგვიდგენენ ჩვენ ტრადიციულ ხალხს აი დიდ წილს შეაძულეს რა ევროპა მაგრამ არ არის ის ამაზე ასევე ვამბობდით ამას ამერიკაზეც ამერიკაც ხო ამას წინათ პრობდა ნუ ახლა უკვე სხვა სიტუაცია უბრალოდ ხელისუფლება ყავთ ისეთი თორემ ამერიკა კი არ არის ცუდი ან ევროპა კი არ არის ცუდი ნუ ხელისუფლება ყავთ რა ჩვენ საერთოდ სულ გვეგონა რომ რუსეთში იყო მაგრამ აი ორი რუსეთი რომ ამბობდნენ ხელისუფლება ცუდია ქვეყანა სხვა გვეგონა რომ მთლიანი იყო ევროპაც ამერიკაზე იქაც განსხვავებულია პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები მოსახლეობა ყველაფერი ინტერესებია ნუ მაგალითად ახლა საქართველოს მე რო გადამეხედა სხვა ქვეყნის თვალიდან და მიშას ხელისუფლების დრო შემეხედა უი რა ხალხია ვიტყოდი მაგრამ შეიცვალა ხელისუფლება და ქვეყანას დადგა ნორმალური ხო უბრალოდ ხელისუფლება ესეთი და მიშას დროს ფაშისტური წყობა ჰქონდა ახლა უკვე სხვა ამბავი არის ხო აი ამას რო უყურებენ ახლა ეხლა სხვათა შორის აი ეს მე გუშინ მოვისმინე ამონარიდი მე სადაც ვცდილობ ხოლმე რომ ტელევიზიები ეს ზომბირების საშუალებაა საერთოდ და ეს ხმა ისე შეჭრეული ეს ინფორმაცია რომ მოახდინოს ეგ ამიტომ მე ინფორმაციას ვკითხულობ ხოლმე რომ უნდა ვიცოდე რა და როგორ ხდება რომ ეს ზემოქმედება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და ამოვიტანო მარტო ლოგიკა და გუშინ მე ტv პირველის იყო მე მგონი ერთ-ერთი სტუმარი იყო აბსოლუტურად შეურაცხადი ლაპარაკობდა. ანუ
აი მისი მაყურებელი ბოდიში შეგაწყვეტიებ და ნორმალური რომელი ყავთ ვილაპარაკო არ ვიცი მე პირველად ვნახე ეს და ანუ ტელევიზია იწვევს ამ კატეგორიის ადამიანებს ფსიქიკური აი თვალებ გადმოკარგულოს რაღაცას აშლილობა ადამიანის სამკურნალოა ხო იწვევს შეკითხვებს უსვამს და შემდეგ ამას მაყურებელი უყურებს ეს არის კარგი არის რომ გვანახებენ რა ხო მაგრამ ამას ხო უყურებს გარკვეული კატეგორია და შემდეგ ის ემსგავსება ის ამ მოდელს იღებს ქცევისას და ფიქრობს რომ ტელევიზიაში საჯაროდ ასე უნდა იმეტყველო ასე უნდა მოიგიჟიანო არა რაღაც აი ამას რა ეშველება ის რაც არ უნდა დავარქვათ ჩვენ ხო ვთქვათ ნაციონალები უწოდებენ სასარგებლო იდიოტებს თქვენ უწოდებთ თქვენ twin გამორეცხილებს მე ნაწილს შეურაცხაც ესენ ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან აი ისინი ხომ და ჩაერთონ ჩვენ ხო ერთად უნდა ვიცხოვოთ და ერთ ქვეყანა იმისთვის გვჭირდება რომ ამ ქვეყანაში ყველანი ბედნიერად უნდა ვიყოთ აი ეს როგორ მოხერხდება აი ამ ხარების შერიგება თუ შეთავსება ეგ ყველაფერი არის ტელევიზიების დამსახურება ეგ ტელევიზიების დამსახურება იმ ტელევიზიებმა გააპიარეს ის აი იმ ტელევიზიებმა თორემ რომ არა ტელევიზია რომ არა ეს პროპაგანდა აი რომ არა ეს პროპაგანდა ისეთი არ იქნებოდა უმეტესობა რა კიდე მინდა ერთი აუცილებლად აი ამათ პატრიოტიზმზე აი აკაცრუკებს უძახი მათ აკაცრუკები რო პატრიოტობენ და რა ვიცი რაღაც სახელმწიფოს სიყვარულით რომ რუსთავებს წვავენ აი ხეს რო ჭრიდა ადამიანი ხო ყველა მოყურეთ რა კი ბატონო რაღაც აი 5 სანტიმეტრის დიამეტრის ხეს ჭრიდა ადამიანი აი რა თუნდოდა ეს ხე აი დესტრუქციული იმპულსის გამოვლენა შენ ქალაქს რო წვავ ჯერ შენი და მე იმის ვინც კიდე უყურებდა მაგას რა მე ვინც უყურებდა და ბიჭო რა დგინდა ეხეო ის მაინც ეკითხათ ხო აი შენ ქალაქს რო წავ რა ადამიანი ხარ რა ქართველი ხარ ქართველს რო ესვრი და გამოდის ტელევიზია ეს ტელევიზია მართლა დასახური რომელიც ამ რა ქვია ქართველი კაცის მეორე ქართველი კაცისგან დაწვას უკეთებს პროპაგანდას და რომანტიზირებას რომ ეს რა მაგარია რუსეთს ებდით კი არა ამ საღამოს რო რუსი შემოვიდეს ხო ამ საღამოს რუსი შემოვიდეს ის სპეცრაზმელი პირველი რასაც გააკეთებს ხო სახში შეიძლება დედა გადაკოცნოს სული გადაკოცნოს და პირდაპირ ფრონტზე წავა და ის ვინც დღეს მას ცეცხლს უსვრიდა ის პირველი რასაც გაიფიქრებს ორ ამას გაიფიქრებს რა რომ ან სად გავიქც დავიმალო ან ვაირო სროლა არ ვიცი და ვაირო სამხედრო მომზადება არ მაგ და რა ვქნა ну შეიძლება 1% წავიდეს მაგრამ იქავრი აი იქ ნაბრძოლები რუსთაველზე ნაბრძოლები აკაცრუკებიდან 1% არ წავა იქ უფრო ნაკლები წავა მეც ესე მგონი აი უფრო ნაკლები წავა და იმ 1%-დან წასული იქ ბრძოლის ხალისი მალე დაეკარგება თუ ყველას რა ვიცი ძალიან ცუდი ის არის რომ ამ ყველაზე არ ვამბობ კი ბევრჯერ გავიმეორე კიდე გავიმეორე იმიტომ რომ ვიღაცა ნაწყენი არ დამჭერს ყველაზე არ ვამბობ ну იქ არის სასარგებლო იდიოტები და აი მართლაც რომ აი მგენდან დაფინანსებული აი ხედავ ახლა იქ რომ გოგონები არიან ქალები არიან აი მართლა სახეზე და ჩაცმულობაზე ვცნობ რომ NGO-შნიკი არის სახეზე და ჩაცმულობაზე ვცნობ NGO-შნიკი რო არის და როგორ ადამიანთან არ შეიძლება საუბრის გაგრძელება აი მგე სახეზე ვცნობ უკვე რა რატომღაც სახეზე ვცნობ ანტიმაიდანი გვაქვს ვერდი ანტიმაიდანი გავაკეთეთ ამ ცხელგულზე ну რამოდენმე გიორგი ჭურგელი არის ზუგდელი ბიჭი არის და მან შექმნა მე გავერთიანდი მასთან და ну 37000-მდე უკვე ერთ დღეში 37000 კაცი გავწერიანდა აი ეს დემოკრატიულ ქვეყნები რო არიან ევროპა ამერიკა ну დემოკრატიულ ბჭყალებში ვამბობ სამ დღეში გაგვიუქმეს ჯგუფი მეორე ჯგუფი შევქმნით გაგვიუქმეს გავასაჩივრეთ და შეგვეშალაო მესამე ჯგუფი გაგვიუქმეს იმიტომ რომ თურმე მე ჩემპირად გვერდზე რომ რაღაც აგრესიულს დავწერდი ის ჯგუფზე მოქმედებდა სამჯერ გაგვიუქმეს ჯგუფი აი ყველანაირი ფაშიზმით ყველანაირი არა ну ყველაფრით გვებძვიან რა ახლაც შევქმნით 50000-ზე ვართ ასული მეტი უკვე და კიდევ ვიცით რომ გაგვაუქმებენ ჩემ ანტიმაიდანის ну ხალხი ყავს იცი როგორი რომ აი იმედი არის რაღაც ეს ჯგუფი არის იმის იმედი რომ აი ეს აკაცრუკები რა ქვია ვერ გამოიწვევენ სახელმწიფოს ჩამოშლას რაღაცას რომ ეს ხალხი 50000 კაციდან 5000 კაცი მაინცა იმ წუთას გამოსვლელი რომ რამე მოხდეს რა
ხო და აი ასე რაღაც მაგრამ მაგ გამოსვლასაც როგორ არის? არა, ამას ყველანაირად უფრთხილდებით. ამას ყველანაირად უფრთხილდებით რა. ეს პროდუქტიული არ იქნება, რა შედეგს მოიტანს ახლა ჩვენ თუ კიდევ ერთმანეთს ჩვენ ხომ ნახეთ მაგრამ ახლა საკუთარ ჩვენ ვაწყნარებთ იმით რომ ღმერთთან უკნას ჩამოიშალოს ღმერთთან უკნას 92 წელი განმეორდეს 11 წელი განმეორდეს ხო აი 91 წელში ხალხი რო გამოსულიყო და შუაში ჩამდგარიყო შეიძლება სხვანაირად დამთავრებულიყო ყველაფერი და აი სამარცხვინო სახელი არ ქმეოდა თბილისის ომი და საომარი მოქმედებების კვადრატი არ ყოფილიყო რუსთაველის გამზირი აი თბილისის ომზე და მასე გამახსენდა მაშინ მეც მონაწილეობდი რა ქვია აი ოღონდ თბილისის ომში არა ნუ აქციები იყო რაღაცა იყო და დღევანდელ ახალგაზრდობასთან რა პარალელი შემიძლია გავავლო აი მაშინაც ხო გვეუბნებოდნენ ზვიადის უძახოდნენ ჩაუშესკუს დიქტატორს და მეც უძახოდი ხო მაგრამ 20 წლის მერე გავიგე ვინ იყო ჩაუშესკუ უბრალოდ მაშინაც მეც აყოლილი ვიყავ სიმართლეს ვამბობ ნუ თბილისის ომში არ ყოფილი ვარ მაგრამ იმ აქციებზე ვიყავი და მე რასაც დემოკრატიას იცავდით მოკლედ მე ჩემებურად რაც მეგონა მაშინ იმ ახალგაზრდას მე რაც ჩამიდვეს თავში ესე იგი იმ პროპაგანდამ ის გავიმეორე მაგრამ გავიდა დრო და ახლა მივხვდი რომ ეს მაგთან ყველი ომი იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სირცხვილი. აი მომზე მეტი საშინელება იყო რაც აფხაზეთში გავიარეს. ყველაზე საშინელი. იმიტომ რომ მე და ბიძა ჩემი ცალსაგებ ხარეს ვიდექით. მე და ბიძა ჩემი ცალსაგებ ხარეს ვიდექით. ხა რა უნდა დაემართოს. საბედნიეროდ ახლაც ვიტყვი ვიღაც ვინ ყველას წინაშე რომ საბედნიეროდ ტყვია არ მაქვს განასწრული ქართველის წინააღმდეგ რა. მოხდა ისე რომ მე არ ყოფილვარ იქ. ნუ მანამდე აქციები იყო რაღაცა იყო მაშინ ვიყავი უბრალოდ. აი ასე არიან ეს ახალგაზრდები დაჯერებული თავის სიმართლეში. ახლა ამას წინათ იყო რა, ნუ რამოდენიმე თვის უკან იყო, მე მალხას თოფურია, კიდევ ერთი ყავს მეგობარი ბადრი დოგონიძე. ვიყავით ერთ ადგილზე და ნუ ერთ-ერთ მაშინდელ, ნუ ჩვენ მოწინააღმდეგე ასე რომ ვთქვათ რა, მოწინააღმდეგეს ცუდი კარგად არ ვამბობ რა, ოპონენტს, რომლებიც ახლა ამ ხელისუფლების შეცვლას ეთქობს, ამას რო ვეკამათებოდით, ნუ გამოდიოდა ადამიანი, ბავშვი რომელსაც არ ომი არსად ჩვენ გვასწავლეთ სამშობლოს სიყვარულს. ნუ ასეთი რაღაცა მე და მალხას თოფურიას და ბადრი დოგონიძეს მე სულ ვართ ამოდენიმეჯერ დანაჭრელი რუსებთან ომში ჩვენ გვასწავლეთ რომ რუსი არის ოკუპანტი. გავიგეთ რუსი ოკუპანტია. მაგრამ აი რომ ომამდე რო არ მივიდეთ იმას ვასწავლით ჩვენ ხარს რომ ომამდე არ მივიდეთ რა. ამ ხელისუფლების მაგის იმედი გვაქვს რომ 12 წელიწადია უკვე მშვიდობა ქვეყანაში ამათხელში რა. 12 წელიწადია რომ როგორც მიშას დრო იყო ხან გორს ბომბავდნენ და ხან რას ბომბავდნენ და ხან ტერაქტისად ხდებოდა ეს რო აღარ არის ახლა მას კიდევ არ გიდა დაფასება უნდა რა ამას უყურებენ აი ნაციონალების მასშტაბ ნაცები რო ქვეყანაში იყვნენ და აი ჯერ ამას რო უყურებენ და ხდება ახლა აფხაზებს მოუნდებათ ან რა ქვია ოსებს ჩვენთან შერიგება ესენი ერთმანეთს ხოცავენ წვავენ და ჩვენ რას გვიზამენ არ იტყვია სანამ ესენი არ დაწყნარდებიან, სანამ ქვეყანა არ გადავა აი ტკბილი მოლაპარაკებების ფაზაში, ხო? მანამდე ჩვენ არაფერი არ გვეშველება რა. ეს აფხაზებს და ოსებს ჩვენ ვერ შემოვიერთებთ. აი ასეთი აგრესიით. ესა ყველაზე მეტი საშინელება, რომ ამას ვერ ხვდებიან. ხელისუფლებას არ აძლევენ საშუალებას აფხაზებთან გამართონ მოლაპარაკება. ან ოსებთან გამართონ მოლაპარაკება. ამის საშუალებას არ ვაძლევთ რა. არ ყევენ ქვეყანას. და ამ ყევაში გესმით, გვარამია მილიონერი გახდა. ესენი სულ მილიონერები არიან. 85000 ლარი აქვს ხელფასი ადამიანს. აუ რა გამახსენდა ახლა. ხედავ ასეთ რაღაცას. აი მომენტი იყო პარლამენტის წინ ის რო აწყვენ სკროლებით და კოლგებით რო ბარიკადები გააკეთენ. ჯერ ხო იციან რომ ის ვიღაცისა ეს ბიზნესი რა ქვია კოლგები რომელიც რესტორნებისა თუ კაფეებისა გამოგაგდა უწვავ ადამიანს ხო მაღაზიების გაძარცვას მაგას მარადიორობა ქვია მაღაზიების გაძარცვას რითი ნაპრაევთ ვერ გავიგე და დგას ჭიჭევაშაძეს რო უძახით ხო ჭიჭევაშაძე დგას ჯიბეში ხელშეწყობილი ჯიბეში იმიტომ რომ დააკავონ სათქმელი კონდეს მე არაფერ შუაში ვარ ჯიბებში კონდა ხელი და გვერდით უდგას აი ეს აკაცუკი იმითინ რა ქვია როისვრიან მაშხალეთ რა ხო და ეს უდგას გვერდში იმის იმეცაძლევს მე ვდგავარ შენ გვერდითო აი მე ხო უყურებ შენ გვერდით ვდგავარო და ადამიანი ქართველს სწავს და პოლიტიკოსი უდგია აგერ და უყურებს ამის კადრიც არსებობს რა რომანტიზება მოახდინეს ამ ბავშვების თქვენ ხართ გმირები და ის 20 წლის ქართველები იქიდან სპეცსაში რომელიც არიან ხო ისინი არიან რუსები ხო იმიტომ რომ მტრის ხატი ხონდა შეიქმნას და ამიტომ შემოვიდა ეს რუსი
ეს იყო ხო გავრილოვის ღამე. ხოჭის მე გახარიასი, ამიტომ მიკვირს, მას თვითონ იცის ხო, მაშინ რა მოხდა. ეს გავრილოვის ღამე რო დაარქვეს, გავრილოვის ღამე, შემდეგ რუსული კანონი, რუსი. იმიტომ რომ აბა როგორ გინდა შენ ახალგაზრდა დააჯერვა ნებისმიერ შენ თანამემამულე რომ ქართულს ზიანი მიაყენოს. ჩვენ დააჯერო რომ ის ქართველი არ არის, ის რუსია. ეს ტექნოლოგია სხვათა შორის და ეს შემოტანილია ეს ტექნოლოგია. რომ ტრა სხვათა შორის იგივენაირად არის ასევე ტექნოლოგია არის, როცა მომდა ლიბერალი, იმიტომ რომ ის ქართველთან კი არ ასოცირდება და ვართ ესე ჩვენ დაყოფილი ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფებთან და მზად ვართ ერთმანეთი გავგრიჯეთ. ბატონდავით რა მინდა ეს მკაფიოთ მინდა რა მე იმედი მაქვს ახალგაზრდებიც გვიყურებენ და მოგვისმენენ. აი რითი მთავრდება ხოლმე ასეთი რამ ეს ხო ამ მომენტმა თქვენ თვალწინ ამ სისხლმა გაიარა. მე მინდა მაგალითზე უთხრათ რომ ომი ეს არის სიკვდილი, ეს არის სისხლი ერთმანეთი აზელილი ხორცი. აი ეს აი მაგალითი კი ბატონო იმას ვერ ხედავენ კი ბატონო მაგას ვერ ხედავენ. ზუსტად ისევე იყო ყველაფერი იქიდან პიანინოდან დაწყებული კუბოს გამოტანით მე ეს ახალგაზრდა გოგოები გადიან და ამანდას ისვამენ კომანდას ისვამენ სპეცრაზის წინ და თითებს რა ქვია შუათით საჩვენებენ და ამით რომანტიზირებას აკეთებენ და ბოლოს იმით დასრულდა რომ ლურჯი და ყვითელი დროშებით გადავსებულია უკრაინის სასაფლაოები რა. აი ამით დასრულდა ყველაფერი. იცით რომ საქართველოშიც მოხდა მსგავსი, ჯერაც ვერ აუვედით. მე ისეთ სამსახურში ვმუშაობ, რომ ხშირად მიწევს ამ სასაფლაოებზე გასვლა და ვერ აუდივართ ჩვენი დაღუპული მეგობრების სასაფლაოებზე გასვლას რა. ვერ აუდივართ. და ათასობით ადამიანი, ათასობით ქართველი, საჯიში ქართველი დავკარგეთ, თორემ ისეთ გადაგვიკარგია, აგერ ის რო არის, რა ქვია, თაბაგარი და ლაზარე. მაინც ნოის. არა, ნუ ესენი მესმის, მაგრამ ხო, ადამიანი. მაგაზე ახალგაზრდები ვთქვი თუ არა, არც ბიჭი არ მეთქვა და არც გოგო, ესენი არც ერთი არიან, არც მეორე შუასკესი არის, საფუტკრებივით არიან, ფუტკარში არის სამისკესი რა. მაინც ადამიანები არიან. ადამიანები არიან, არავინ არ ერჩით და ნუ იწვევენ რა. ადამიანი არ არის ის სპეცრაზმელი, ცეცხლსუესრი. რომელიც პირველ დღეს მე მასავა ახალგაზრდებო მე მიომია და ჩემ გვერდში სპეცრაზმელები ომობდნენ მაგრამ ასეთი საშუალო სქესის ხალხი არ ომობდა ჩემთან რა ასეთ საშუალო სქესს და არ ომობს არსად რა საქართველოს ვინც გადაარჩეს სპეცრაზმელი რა თუნდაც ის პოლიციელი აიღე პირველები ესენი გადიან პირველები და საინტერესო ესაა რომ გალახავენ და პოლიციასთან გარბიან ხო ეს სხვადასხვა არის გდდ სპეცრაზმი რომელიც გამოდის აქციებზე ეს არის ის სპეცრაზმი რომელიც დგას ადმინისტრაციულ საზღვარზე საოკუპაციო ხაზთან იმიტომ რომ საერთაშორისო შეთანხმებით იქ არ შეიძლება იდგეს საჯარისო ფორმირება და მაგისთვის შეიქმნა ეს დანაყოფი ჩვენ საზღვარს ვინც ისავს იმგეს ვიძახიან რუსებს არა აი ძალიან აი ყველაზე მეტად ამ არჩევნებზე ყველაზე მეტად ეს ახლა ტექნოლოგია რუსების ქართველს ესვრის ცეცხლს გახარიას დროს ხო გახსოვთ 2 საათი რო ურტყამდნენ სპეცრაზმელებს მახსოვს როგორ 2 საათი ჩეკმავდნენ და ბრძანების გარეშე თითი არ გამოძრევია აი ხარს 2 საათი რო ჩეკმავ ქართველს ნუ იქ ვაშკაცი არ ხარ ის ვერ დამაჯერებ სისხლი მე რომ მინახი ემდენი უნდა და მე გაჩერებულ ადამიანზე ხელს ვერ დამარტყევებ არ შეიძლება რა აი როგორ უნდა ვიკადრო კაცმა რომ კაცი რომელიც არ გესვრის არ გებძვის არ გაგინებს დგას ჩუმა და 2 საათი ესვრი ვურტყამ მე გაგლახავს და გარბი ხარ მეორე პოლიციელთან საშველად რა აი მაგარი ჩმორები ხართ ასეთი ხალხი ძალიან მაგარი ჩმორები ხართ რა დაკომპლექსებული რა ქვია აი იმაზე გაზრდილი რა კაუნტერზე გაზრდილი ბავშვები რა რომლებსაც ეს ადამიანის სიკვდილი არ მიგაჩნიათ არაფერ თუმცა აი ამ გაუკმართებულს რაღაცებს აღარ მინდა კიდე ამ ეთერს აღარ დავაბინდრებ არ მინდა ამ თემას არ შევეხოთ ხო ეს რაღაც მაგრამ აი როგორი სიტუაციაა და მე ხშირად მიფიქრია ხოლმე რომ მოდელირება იქნებოდა ძალიან კარგი მოდელირება ამიტომ ჩვენთან აი ხა გმირობა აი ტერმინები როცა ირევა ყოველთვის მცდარი დასკვნების გამოსატანად ხდება ეს აი მაგალითად გმირობის ტოლფასი რა წყლის ჭავლის წინ ევროკავშირის დროში დგას მე დროშა არის შემოხვეული ყველაფერი არის სურათის გადასახება ხო და ეს მესმის მაგრამ აი ეს გოგონა რო დგას რა ქვია და რა ქვია წყლის ჭავლის წინ იქიდან მეორე რო ლამაზად უღებს ვიდეოს ნუ საიდან მოვიდა ეს ვიდეო თქვენამდე ესე იგი მეორე გადაუყვა ამან დადგა წყლის ჭავლის და გმირია რა
და გმირი და ომში ასე არ ხდება ხომ და სულ მინდა კი არა მოდელირება რა საინტერესო იქნებოდა რა აი ამ დროს ავიაგამანადგურებლებმა რა თუნდა ავიაგამანადგურებელი ვერტმფრენი იყოს სამხედრო რო გადაუფრინოს სულ მაინტერესებს რეაქცია როგორი იქნება ასევე გმირულად დაუდგებიან წინ სამწუხაროდ ქალბატონო ნანახი მაქვს ეგ ყველაფერი ეგ კინო ნანახი მაქვს რა აი იმიტომ ეგ კინო ნანახი მაქვს რა ომში წასულთა დიდ პროცენტს ხალისი მალე ეკარგება ბეც წავალ ომში ვიტყვის ადამიანიც კი წავა ის მაგრამ ხალისი ბევრს მალე ეკარგება რა ბევრი პირველი გაკაწვლის მერე მოდის იქიდან ბევრი სამი თვეს შეასრულებდა აი რა ქვია გაგრაში იომა და მერე წამოვიდა და მერე არ გახსენებია სოხუმი ნუ რომ აი ომის თემაზე უკვე ცალკე გადაცემა შეიძლება გააკეთო ადამიანმა ეს ხალხი არ არის ის ხალხი ადამიანი ქართველს რო მასე გაწირავს ასიკვდილოდ სხვათა შორის 91-12-ში მოხდა ხო მაგრამ იქიდან ორივე მხარეს იდგენ კაცები იდგენ იქ დაგუპეს იმ კაცებმა და გასაგებია დაგუპეს იმიტომ რომ საქართველოს არ ჩაერია აი ასე ხალხი აი ასე უნდა ჩადგეს ვიღაცა სანამ ტყვია გავარდება მანამდე შეიძლება მოუწიოს ხალხს ჩადგომაში სანამ ტყვია გავარდება თორემ აიშვენ ამგენმა რა გამოდის და აი საერთოდ ვერ აზროვნებენ აი გარკვეული წილი ახლა ვერ აზროვნებს გამოდის ახალგაზრდა გოგონა გუშინ წინ დაიდო ინტერნეტში და ერთი რა ვიცი პირსტინგი ქვია საყურე ქვია თუ ლაგამი ქვია ცხვირზე ყურებზე ერთი 5 ცალი აქვს გაკეთებული და ჩვენა წინაპრებმა მოგვიტანო ჩვენ დამოუკიდებლობაო თქვენმა წინაპრებმა თქვენ რას მოგიტანათ კი ვნახეთ 70 წლის განმავლობაში და ჩემმა თაობა მოგიტანა თქვენ დამოუკიდებლობა სიმართლე არის ეს ჩემმა თაობა მიომა რუსეთთან ორჯერ მესამეჯერ ახლა და ჩემმა თაობამ შეგიყვანა სხვათა შორის ჩემმა თაობამ შეგიყვანა თქვენი რა ქვია ვიზა ლიბერალიზაციაში კანდიდატის სტატუსით მაგერმა მოგანიშნეს და რუსებიდანაც ჩემმა თაობამ დაიხსნა ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირიდან ჩემმა თაობამ დამიწყო თორემ არც ლიტვა და ესტონეთს არ მოუკლია თავი და არ გაუღიათ სისხლი 9 აპრილს გაიღენ ჩვენებმა სისხლი და მანამდე კიდევ რა ხდებოდა ხა მაგაზე გძელი თემა მთელ ეროვნული მოძრაობის ამბებს ვერ ჩამოყობი ეს ყველაფერი ხო ჩემმა თაობამ გააკეთა კი ჩემ თაობაში შეცდომების ბევრი იყო მაგრამ ათასობით ბიჭი შეეწირა რუსებს ჩემი თაობიდან რუსებს და აფხაზებს და სეპარატისტებს რომელთა სახელებიც კი არ ვიცით თქვენ სახელები თქვენ ან მეგობრებს სახელები ხო იციან მარტო ანწუხელიძე ანწუხელიძე გმირი ანწუხელიძე იცი რატო გახდათ გმირი ცუდი მთავარსარდლობა რო ყავდათ ცუდი ხელისუფლება რო ყავდათ თორემ რაც უფრო მეტი გმირი ყავს ქვეყანას მით უფრო ცუდი ხელისუფლება ყავს ეგ იცოდეთ რა გმირობა არ უნდა დაჭიდეს ადამიანს ეს არის სამხედრო თვალსაზრისით ასე არის როგორც ჩინდისის გმირები არიან 17 გმირი რატო ყავთ იმიტომ რომ ცუდი ხელისუფლება ყავდათ თორემ ისინი იქ არ უნდა აღმოჩენილიყვნენ და ისე მარტო არ უნდა ყოფილიყვნენ ჩინდის გმირებზე კიდევ ბევრი საუბარი შემეძლია უკვე არ მინდა რომ ახლა რაღაცა იყო კიდევ ჩინდისის გმირებზე სპეცრაზების წინოდა ადამიანი და ჩინდისის გმირის ოჯახის წევრი ვარ რო ამბობდა ჩინდისის გმირების ოჯახის წევრი ვარ მე ხო და დანარჩენს არ ვიტყვი და მე მგონი გაიგონებს ეს ადამიანი ჩინდისის გმირების мама და მე ერთად ვართ ომში ნამყოფი და მე რო დავიჭერი ჩემთან ერთად იყო დაჭრილი ჩინდისის გმირების მიხეილ დვალიშვილის мама განათლოს მათი ასე ქალბატონინო რომ უბრალოდ ყველაზე საშინელი მაინც მე ის მგონია რომ ახალგაზრდების ამ ტვინის გამორეცხვა და ეს რომანტიზირება და ქართველებისადმი ეს ზიზღის ჩანერგვა და აი პირველად ხედავ რომ ადამიანი იბრძოდეს მონობისთვინ პირველად ხედავ მეც მინდა ევროკავშირი თქვენზე მეტად მინდა ევროკავშირი მაგრამ მე არ მინდა ევროკავშირში ვიღაცას ვყავდე ჟარგონით ვიტყვი შნირად არ ვიტყვი სამსახურეთ არ ვიტყვი შნირად არ მინდა რო ყავდე ჩვენ არ გვინდა ქართველებს არ გვეკადრება ეს უბრალოდ რომ ვინმე თითი დაგვიქნიოს როცა შენ ხელისუფლებას ვიღაცას ემოდან თითს უქნებს შენ თუ ქართველი ხარ ხო შენ ის უნდა გწინდეს ამათ უხარიათ გესმის და ამ ახალგაზრდებს მინდა მიმართო ვინც ამ ხელისუფლებას დაბრალებთ რომ ევროკავშირის გზას დაგვაშორაო ევროკავშირის გზას და ვინც დაგაშორათ ზუსტად იმათ გვერდში დგახართ აი ეს ხალხი არიან ის გვარამიები ის ხოშტარიები ისინი ვინც ჩადიან და იმ ევროპის ლიდერებს ეუბნებიან რომ საქართველოს არ მიიღოთ ევროკავშირში ჩვენ ხელისუფლების გარეშეო იმად გვერდში დგახართ ამიტომ ხართ სასარგებლო იდიოტები რაშიც მე ნაციონალურ მოძრაობას ვეთანხმები ფანდავი ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს ჩვენ უნდა დაგემშვიდობოთ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის